ცხოვრება კიბეს გავს, ზოგი ადის, ზოგი ჩადის, ზოგი კიდევ ცვივა. ეს ფრაზა გამახსენდა ესთეტიკის ცენტრში განთავსებულ დეკორაციაზე, რომელიც ზედგამოჭრილია დღევანდელი გადაცემის გმირზე. დღეს თინათინ დევაძეზე მოგიყვებით, ქედელ ქალზე, რომელიც ამ კიბეზე შეუპოვრობით, შრომის მოყვარეობით და სიკეთით დიდი ხანია მიდის. ზოგჯერ გაჩერდა, თუმცა არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს უკან და კი ხედავთ და გადაცემიდანაც გაიგებთ, რომ დღეს ის თავისი საქმის გამარჯვების კვარცხლბეკზე ამაყად დგას. მივესალმები ქედის რადიო მსმენელებს, დღეს მოგიყვებით იმ ქალზე, რომელიც ერთდროულად უამრავ როლს ირგებს და არც ერთ მათგანს არ კარგავს. ის არ ეძებს შესაბამფერის დროს თვითგამოხატვისთვის, ამ დროს თავად ქმნის. თუ შენც ეძებ საკუთარ გზას და ფიქრობ, რომ დრო არ გყოფნის, უნდა გვისმინო ჩვენ, რადგან დღევანდელი გადაცემის სტუმარი ფიქრობ, რომ ქედაში მცხოვრები ქალებისთვის იქნება მოტივაცია. დღეს ჩვენი სტუმარი არის თინათინ დევაძე, რომელიც საკუთარ საქმეებზე, ოჯახზე, შვილებზე და იმ ბევრ კეთილ საქმეებზე თავად მოგვიყვება. მადლობა თიკო, დღეს რომ ხარ ჩვენი სტუმარი. და მინდა რომ აი სულ თავიდან დავიწყოთ, რა გზები გაიარე, როგორ გახდი წარმატებული და ამ გადაცემებს რომ ზოგადად გეგმავდი, ქედაში ძლიერ ქალებს ვეძებდი, თუმცა ეს ძებნა დიდ დროსთან არ იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძლიერი ჩემთვის შენ ხარ. მადლობა დიდი. მადლობა მოწვევისთვის. მოგეთ რა ვიცი. საიდან მოვედი აქამდე თავიდან გადავწყვეტე 4-5 წლის წინ დაახლოებით რომ მე მინდოდა გავხდარიყავი მასაჟისტი. მინდოდა მესწავლა მასაჟის პროფესია. სამკურნალო სარელაქსაციო არ ქონდა მნიშვნელობა რამ განხრით იქნებოდა, მინდოდა რომ ესწავლებინა. ვისწავლე, ვიმუშავე მე სახლში, მივდიოდი ოჯახებში, სადაც ვაკეთებდი მასაჟებს, ინსულტიანებთან სახლში მივდიოდი, მათთან მოდიოდნენ ბავშვები ჩემთან სახლში, რომლებსაც მასაჟი ჭირდებოდა თუ უკეთებდი და მე ისევ ქედის ქალების მოთხოვნით, რომ იქნებ ხომარ მოიტანდი ეპილაციას, ან იქნებ სხვა რაღაცად შეგეთავსებინა, ისევ ჩემი მეგობრების და უფრო ქალების მოთხოვნით რაღაცეები წამოვიწყე სხვა. ერთგვარი მხარდამჭერი გამოვიდა შენი საქმიანობა. ანუ მოდი ჩემთვის უფრო რა იყო ნახე, ცდი რას ვაგებ არაფერს. ცდაბედის მენახევრი ასე გამოგივიდა შენ. მოდი ახლა ძალიან იქით შორს რომ არ წავიდეთ, აი თავიდან დავიწყოთ, შენი ერთი დღე როგორია? ვიცი რომ ყავს 3 შვილი, უამრავ საქმეში ხარ ჩართული. ჩემი დღე იწყება დილის 7-ის ნახევარზე. დიახ. დილის 7-ის ნახევარზე. ქედის მარშრუტით მივემართები ბათუმისკენ, ბათუმიდან მოვდივარ და 9 საათზე ქედაში ვარ. მომხმარებლებს ხვებულობ უკვე 10-ის ნახევრიდან, ბევრი ქალბატონებს ვემსახურები ქედის რაიონში, ანუ ქედასაც გავწდი უკვე ჩემი მომსახურება გაცდა ქედასაც. მთლიანი დღის რეჟიმი საკმაოდ დატვირთული მაქვს, მაგრამ მე ვარ ამის, ანუ არავინ არ მიწესებს აქ წავიდე, იქ წამოვიდე, მე თვითონ ვარ უფროსიც, უმცროსიც, მოადგილეც და ხო დატვირთული დღე მაქვს, მაგრამ ვცდილობ ყველანაირად. მე საღამოს ისევ ბათუმში ჩავალ, ამოვალ. შეიძლება კიდე მივიღო ისევ მომხმარებელი, საღამოს 11 საათზე მივდივარ და რა ვიცი, ბავშვებს დედაჩემის გარეშე ვერაფერს ვერ გავხდები ვერასდროს. ოჯახის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ თემასაც შევეხებით. აი როგორ ახერხებ ამდენი როლის ერთდროულად მორგებას. ეხლა ჩვენი მსმენელისთვის რომ ცოტა დამაბნეველი არ იყოს, ბათუმი ქედას ახსენებ ხშირად და რომ დაინტერესებთ, ვიცი რატომ დადის ეს ქალი ამდენს. ქედა ბათუმის მწვანე ავტობუსი, მიმართულებით რომ დადის მწვანე ავტობუსი, იქ ხარ კონტროლიორი და ეგეც რომ მათთვის იყოს ცნობილი, მათ თემასაც შევეხებით უბრალოდ. ამდენ როლს როგორ ირგებ? ალბათ დროის მენეჯმენტი გაქვს სწორად. კი, დილით ადრე ვიწყებ მუშაობას. საღამოს რომ გითხრა ადრე ვიძინებ მეთქი არასდროს არა, იმიტომ რომ როცა გვიაზე მივდივარ სახლში, ვცდილობ დედიკოს რაღაცა შევომსუბუქო, ბავშვებს მივხედო, ბევრჯერ გაკვეთილებიც გამომიკითხია მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვარ. პატარა წლის და 9 თვის ყავს და მოვამზადებ დასაძინებლად და სულ ბოლოს ვემზადები მე დასაძინებლად. პირველ საათზე მეორე დღის გეგმა მზადმა კი არა, რა ჩავიცვა ისიც ვიცი უკვე რომ დილით არ დავიწყო
გიჟივი ცერბილი და რა ვიცი. ეხლა რა მაინტერესებს, ცოტა რთული ხომ არ არის ასეთი აქტიური, წარმატებული ქალის ყოფნა ქედაში? არა. ჩემთვის არა. არა, იმიტომ რომ ადგილობრივი ვარ, დავიბადე, გავიზარდე ქედაში. ყველას ვიცნობ ძალიან კარგად, ახალ მოსულსაც, წასულსაც, ყველას ვიცნობ კარგად და ვგრძნობ მათ სიყვარულს იმდენად ჩემდამი, რომ წეგანაც საუბრობდით ჩვენ მაგაზე, რომ იმდენად ვგრძნობ მათ სიყვარულს ჩემდამი, რომ არ მეზარება, მეხება შემიძლია დავეხმარო ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ ვარ ძალიან გადატვირთული გრაფიკით, შეიძლება ჩემი ძალიან ბევრი საქმე გადავდო და მათ ყველაფერში დაუდგე გვერდით. წლები ვიმუშავე პატარა მარკეტში, ვიმუშავე, მოლარე ვიყავი და მაქედან უფრო გამიცნო ხალხმა. ხო, შენი აზრით რა თვისებები უნდა ქონდეს ძლიერ ქალს? ძლიერ ქალს პირველ რიგში უნდა ქონდეს ყველაზე კარგი თვისება, რაც შეიძლება ადამიანს ქონდეს, თვით შეფასება მაღალი. შენ თავი თუ არ გიყვარს, თუ შენ თავს ძალიან კარგად არ აფასებ, სხვა იგივე არ გააკეთებს, არ დაგაფასებს. თვით შეფასება როცა გაქვს, ძლიერი ქალი ხარ. არავიზე დამოკიდებული როცა არ ხარ, ძლიერი ქალი ხარ. მე მესამე გოგო ვარ, ნაბოლარა გოგო ვარ და სულ მამა ჩემი მასწავლდა იმას, რომ ქალი და კაცი, კაცი არ უნდა არჩენდეს ოჯახს, ვინ დააწესა ეს. ქალიც უნდა არჩენდეს და კაციც უნდა არჩენდეს, გაყოფილი უნდა იყოს. შეიძლება ძალიან არათემატური იყოს, მაგრამ შეიძლება მე ჩემ ქმარს უთხრა, რომ მე ახლა ამ თვეში კომუნალურებს გადავიხდი, შენ ბავშვების მასწავლებლების ფული გადაიხადი. რატომ ვინ დააწესა, ხო? ვინ დააწესა, რომ მამაკაცმა უნდა არჩინოს ოჯახი? არა. ქალი ძლიერია და ქალმა შეიძლება იმდენი მაგარი საქმე გააკეთოს და იმდენი ძლიერი მხარე აჩვენოს, რომ ბევრ მამაკაცს არ შეეძლოს ეს. კი ბატონო, ძალიან სწორად აღნიშნე და მე რამდენი წელია გიცნობ, რაც შენში განსაკუთრებით მომწონს და ვთვლი, რომ ამის გამოც ხარ ძლიერი, არის შენში უანგარო დამოკიდებულებები. ბატონოაც ამას გვცნობ და ერთ-ერთ ლიდერ ქალად წარმატებულ ქალად ეგეც გაქცევს, რომ საზოგადოებას ასე უყვარხარ. ალბათ ამ თვისების გამო. და მინდა რომ დიდხანს იყო ასე. და ჯერ არ შეიცვლები, რამდენი წლის ხარ? 32. ხო, 32 წლამდე თუ არაფერი არ შეცვლია წინ. არ შევიცვლები ნამდვილად. უფრო ხარისხში აღა. ეხლა დაუბრუნდეთ ოჯახს. ყავს ანგელოზდივით 3 შვილი. აი როგორ ახერხებ მათთან დროის გატარებას? კი, თქვენ რომ გვიან მიდიხარ. კი, მაგრამ კვირაში ერთი დღეა გაუცილებლად, რომელსაც უთხოვ ჩემ შვილებს. არ არსებობს კვირა, შეიძლება ზუსტად ერთი კვირის მანძილზე იმ ერთი კვირაში ჩაგვივარდეს, მაგრამ თვეს არ გადაცილდება ჩვენი სადმე გასვლა ბავშვებთან ერთად და მასწავლებლებთან, ნახე, რაიონში როცა ცხოვრობ, იოლია, ყველა მასწავლებელი გიცნობს, სკოლასთან ახლოს მუშაობ, ჩავდივარ, მოვდივარ, მუსიკალურებში დადიან, იქ რაღაცა ცეკვაზე კი ყველგან დადიან მასწავლებლებთან დაკავებულები არიან ბავშვები, ჩემზე უარესად საღამოს 9 საათზე მიდიან ისინი. კი, ერთად შევდივარ შეიძლება სახლში, მაგრამ ყველასთან ბავშვებთან მაქვს ხშირი მოკითხვა, რომ მიხვედი, წამოდი, მოდი, არ დაგაგვიანდეს და რაღაცა რა. ვცდილობ არც იმას არ ჩამოვრჩე. იმიტომ რომ ცოტა ისეთი დრო ამოსული, რომ ცოტა კონტროლიც სჭირდება, ცოტა მეგობრობაც სჭირდება და ხარისხიანი ურთიერთობები. რა თქმა უნდა. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შვილებთან როცა დაკავებული ხარ ადამიანი და საქმეებში ხარ ჩაბმული და ასე შემდეგ, ზედაპირულ ურთიერთობებს ჯობია თქვა 1 საათი გაატარო და მთლიანად მათზე იყო კონცენტრირებული. და ვიცი ეს ამბავი შენ არ შეგეშლება. კი, არის მასე ნამდვილად. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. ხო, ერთი ამბავია შენ როგორ შენი მხრიდან დანახული დამოკიდებულება შვილების მიმართ როგორია და მეორე არის მათი მხრიდან დანახული დედა. ხომ არ განიცდიან, ხომ არ გიგრძნიან, რომ აი დედის სითბოს, ყურადღების ნაკლებობა იყო რამოდენიმეჯერ ცდილობა რომ იქ სადღაც გასართობ ცენტრში დაბადების დღეზე იყვნენ და ვერ გავყევი დედიკო გაყვა და იქო დედიკოები ახლდათო რაღაცა და კვებია ეხლა მას მე ვუხსნი ჩემი შვილები უკვე იმდენად არიან შეჩვეულები რომ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ დამოუკიდებლად უნდა წავიდნენ და დამოუკიდებლად უნდა გააკეთონ იმდენი რა რომ იმასაც შეეჩვიენ უკვე რომ
დედა სულ გარეთაა. დედა სულ გარეთა, მაგრამ რაც აუცილებლობას მოითხოვს და რაც მათი ღონისძიება იქნება, ჯვარისწერია ყველა ბავშვს და მათი ავადმყოფობა იქნება თუ რაც იქნება, დედა ყველანაირი საქმის სამსახურებს გადადებს და დედა იქნება მაშინ და იქნება სახლში მათთან. ხო და რავი, შეჩვეულები არიან. იმიტომ რომ თენგო ჩემი უფროსი შვილი, რომელიც 14 წლის ახდება, 40 დღისა იყო, რომ პირველად დავიწყე მუშაობა სახელმწიფო სამსახურში. 40 დღის დავტოვე დედაჭერთან და დავიწყე ანსამბლში მუშაობა და ანუ იმ დროიდან არიან უკვე შეჩვეულები. მეორე შვილი რომ გამიჩნდა 8 თვისა დავტოვე და მესამე საერთოდ არ ვიცი 20 დღეში გავედი მგონი სამსახურში. აი მესამე რა მესამე უკვე ბევრ სფეროში ვიყავი უკვე და საქმე მოითხოვდა რომ მალე გავსულიყავი. ანუ ბავშვები არიან შეჩვეულები სახში რომ ბები აყავთ და ანუ ბებიას გარეშე თავისთავად ვერაფერი ვერ, მაგრამ ასეთ დროს ოჯახის მხარდაჭერა არის უდიდესი პირველი ადგილი. ერთია შენ რა უნარებს ფლობ როგორ გიწყობს თქვა დასაქმების არეალი ხელს და მეორე არის როგორ გეწყობა ხელი ოჯახიდან რომ ნამდვილად ახლა ჩემი ქმარი აქეთ როცა არის საერთოდ აღარ მედარდება მე ან აღარც ბავშვების წასვლა მოსვლა აგენზეც აღარ გავრბივარ სალონიდან და აღარ მივრბივარ სირბილი არ მიწევს მანაგვარებს ამ ყველაფერს და მეხმარება და სახში რა თქმა უნდა დედიკო ანუ ოჯახი არის რა ვიცი მინდა დიდხანს გყავდეს დედა ქმარი შენი ასეთი წარმატების სადარაჯოზე და შვილების აღზრდის საქმეში ძალიან დიდ წვლილს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შენი. ეხლა გადავიდეთ, აი დასაწყისში კი დაიწყე ამ თემაზე საუბარი და მინდა კიდე ამ თემას შევეხოთ, საიდან გაჩნდა იდეა. მესმის რომ ქედელქალებს უნდათ ესთეტიკის ცენტრი და ისეთი, რომელიც აი ხარ ამ სივრცეს რო ვუყურებ და გარემოს, ნამდვილად არის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი და პასუხობს იმ როგორ თქვა, კანონებს, წესებს, რაც მისაღები არის. კი, ვცდილობ. აი, საიდან გაგიჩნდა იდეა? ერთია რომ მოთხოვნა იყო ხალების მხრიდან და მეორე თავისთავად შეიძლება ბევრი რაღაცა რესურსი, ფული და ასე შემდეგ. ამ ყველაფერში ბევრი ადამიანი დამეხმარე ძალიან, მათ შორის შენც დიდი როლი ვიგიძღვის ამ ჩემს წარმატებაში. ანუ მონდომება თავისთავად. ხალხულად გვდგა მაგ დროს თავშემზე რომ ამბობენ და სხვა რამე მოყევი. ხო, მაგრამ აიც რაც არის იმას ვიძახი. მოკლედ ეს ჩემი სასწავლებლად წასვლა, აპარატის შეძენა, ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთან არის დამოკიდებული. ეს აპარატი არის 2025 წლიანი ბოლო მოდელის აპარატი და აქ 1500 ლარზე და 2000 ლარზე არ იყო საუბარი. აქ იყო $16,000 საუბარი, რაც ბოლო მოდელისა იყო და ამას ჩემით, ბანკით, მაღალ პროცენტში მსგავს რაღაცებს ვერ მოაგვარებ. ანუ სხვა ხარჯები და სხვა შემოსავლები ჭირდება. ამ ყველაფერში დამეხმარა აწარმოე საქართველოს მიკროსისტემის პროგრამა. კი, საუკეთესო. ნამდვილად კარგი აღმოჩნდა ეს პროგრამა. ჩემთვის რომ ხო, შენთვის ზე კარგი იყო, არ ვიცი, აი ნამდვილად. ყველაფერი იყო. ანუ რაც ახლა აქ რასაც ხედავ და შენ რასაც მეუბნები რომ მომწონს და ლამაზი ეს ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი აპარატის ჩათვლით ჩემი აი ხალათი თეთრი ხალათი რაც მაცვია ამის ჩათვლით ყველაფერი აწარმოე საქართველოს დაფინანსებით მივიღე და იმ პროგრამით მივიღე ეს ყველაფერი ანუ რაც მინდოდა ჩანაფიქრი რაც მქონდა რომ ჩემი ესთეტიკის ცენტრი უნდა იყოს თეთრი სუფთა ლამაზი სასიამოვნო სურნელით და ყველანაირი ყველაფრით ზუსტად ისეთი გამომივიდა ანუ სამომავლოდაც შეიძლება ბევრი რაღაცების გაკეთება, რაზშიც ვაპირებ კიდე რაღაცებს. შენ ისეთი ხასიათი გაქვს, ისეთი ვიდეოები რომ აქ არ გაჩერდები ჯერად. განვითარება სართული სრულად აიწვის სხვადასხვა განყოფილებებით. ერთმა ხელი მოგიმართოს და შენ მონდომება დიდხანს გაგყვეს. აი შრომის უნარიანობა, რომ არ ხარ ზარმაცი, ეგ არის უდიდესი ნიჭი ვფიქრობ, იმიტომ რომ ბევრია ნიჭიერი ადამიანი რაც მან ეზარებათ საქმე და აღარ გამოდის არაფერი. არაფერი არ მეზარება არასდროს არ მეთაკილება რაც თავარია. ბევრ ადგილას მიმუშავია ძალიან. ძალიან ბევრ ადგილას. ბანკშიც მიმუშავია, მარკეტში მოლარეც ყოფილვარ, სუპერვაიზერი ყოფილვარ,
საბანკეტო დარბაზში მიმტანი მყოფილ ვარ წლების წინ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ჩემმა და წამიყვანა მიმტანად დამიწყია და დღეს ახლა ვარ აქ სადაც უნდა ყოფილიყავი ამდენხანს რაც მინდოდა რომ ყოფილიყავი კი ყველა ჩემი ოცნება ნელ-ნელა რეალობას ემსგავსება და ზუსტად ეს არის ის ადგილი რაც თურმე ყოველთვის მდომებია ანუ ფიზიკური შრომა არის რა თქმა უნდა გადატვირთულიც არის მაგრამ საღამოს სახლში რომ მივდივარ ანუ ხომ შეიძლება საღამოს სახლში სამსახურიდან წახვიდე ძალიან დაღლილი, გაღიზიანებული მე არა. ხო, პირიქით დამშვიდებული. ძალიან დამშვიდებული. შეიძლება აქ წასვლის დროს ყველა გავაცილო, მუსიკა ჩავრთო, ვიმღერო, ვიცეკვა, კარგი ხასიათზე წავიდე სახლში და დღეს დილის საათს ხო ვიწყებ დილის 7:30 და მაინც დილიდან კარგი ხასიათზე ვარ და მგონი აქ ერთი ოთახის დამატება ფსიქოლოგიური განყოფილებისთვის იქნება ძალიან კარგი. ეს საუბრე როგორ შეინარჩუნოს სიმშვიდე, ბედნიერება შეიგრძნონ ქალებმა, ჩავრთე მუსიკა და კაი სახელი აქვს ადგილსაც ქალური ჰარმონია. ქალები რომ მოდიან ჰარმონიაში უნდა იყვნენ ახლა და იქ ქართული მელოდიები ისმის იქ კარგი სურნელი და თან მათ რაც უნდათ ლამაზდებიან. ძალიან კარგი. ეხლა კარგად ახსენე ქართული მელოდიები. როგორც ვიცი, ქედის ანსამბლში, ეხლა ზუსტ დასახელებას ვერ ვიტყვი, შენ მოგვიყვები მაგის შესახებ. ხარ ერთ-ერთი წევრი. კი. იქ როგორ გძნობ თავს, იქ საიდან აღმოჩნდი? ის ადგილი მაგის შესახებაც რომ მოგვიყვი. ქედის ფოლკლორული ანსამბლი ქალთა იაგუნდი. იქ მოვხდი ზუსტად არ ვიცი ის არის ჩემი სფერო ის მე 5 წლისა დავდექი პირველად სცენაზე 5 წლის ავიყავი პირველად მარინა ჯიჯავაძესთან სტუდიაში რომ დავიწყე სიმღერა და ისევ მარინა ჯიჯავაძით მოვხდი იაგუნდში პირველი შვილი მყავდა ძალიან პატარა რომ დამირეკეს თვითონ შემომთავაზეს რომ იაგუნდს აქვს მიღება და თუ დაიწყებ ჩვენთან ანსამბლში მუშაობას მოგეთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს სიმღერა გავიზარდე სცენაზე სულ მიდექი სცენაზე დღესაც სამი შვილის დედა ამდენი საქმეებით სცენაზე ვდგავარ ახლაც დღესაც იქედან მოვდივარ რეპეტიციები გვაქვს კვირაში ერთი დღე ეს არ მიშლის ხელს იმიტომ რომ სამშაბათ დღეს სხვა რამეს არ გეგმავ არის რეპეტიცია იაგუნდში იაგუნდი არის ადგილი სადაც მე უნდა ყოფილიყავი ყოველთვის ის ჩემია ის არის თლიანად ნამდვილად კი ერთ-ერთი ანსამბლია ფოლკლორული რომელმაც ძველი ტრადიციების სიმღერები შემოინახა ჩვენ ლაურეატის წოდებაც მივიღეთ და ეხლა ორში გვაქვს ჩაწერა ხალხურ ხმებში ვღებულობთ მონაწილეობას პირველი ჩაწერა გვაქვს და კონკურსში მივდივართ მაგაც ხო მაგასაც ვასწრებთ ხო და იაგუნდი არის ჩემი მეორე სახლი იაგუნდის ყველა თითოეულ გოგოსთან მაქვს ნათლი მირონული კავშირი, მეგობრული კავშირი, მთელი ბავშვობის კავშირი და იაგუნდი, რა ვიცი, მართლა ქედის სახეა. წარმატებებს გისურვებთ. მიხარია და ნამდვილად სასიამოვნოა თქვენზე მოსმენა. ყურებაც ისეთ რაღაცა ილეთებს აკეთებ. კი, ცეკვავთ ან ჩვენს მაყურებელს კი არა და მსმენელს აუცილებლად დაურთავთ ან ნებართვას ავიღებთ. იმ შემთხვევაში თქვენს ნამღერს ეხლა რა მაინტერესებს ისევ ამ თემასთან დაკავშირებით თუ გქონიათ ქვეყნის გარეთ კი როგორ არა უამრავი გასვლები კი უამრავი რომელ ქვეყნებში რა წარმატებებს მიაღწევთ ჯერჯერობით ძალიან შორს არ ყოფილვართ მაგრამ 2026 წელს დაგეგმილია სავარაუდოდ გავალთ უფრო შორს უფრო თურქეთის ტერიტორია ანტალია და სტამბული ასეთებში გქონია ბევრჯერ ართვინში გქონია და საქართველოს არც ერთი კუთხე არ გვაქვს დატოვებული, არც ერთი კონკურსი არ გვაქვს დატოვებული, არც ერთი ღონისძიებები, ფესტივალები, რაც კი არის, ყველგან მიგვიღია მონაწილეობა. 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი ანტალიაში გავაფრინდი, თურქები გავაგიჟე, ამას სცენაზე რა უნდაო და კიდეც ვიცეკვი, კიდეც ვიმღერი და ჩამოვედი. აი, მაგარია. წარმატებები მაგ მიმართულებითაც. ეხლა შენს მესამე ამბავსაც შევეხოთ. დასაწყისში ვთქვი რომ ხარ კონტროლიორი ავტობუსში.
ესეც ერთგვარად ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, აპასუხისმგებლოა, აი დილით უნდა ადგე, წახვიდე, ხალხს მოემსახურო, რა ვიცი, არის აპასუხისმგებლო. კი, არის. აი აქ როგორ გძნობ თავს? სიმართლე გითხრა, ახლა შეიძლება ძალიან ისე გამომივიდეს, მაგრამ როგორც იაგუნდზე ვახსენე, აქაც მათი შემოთავაზებით დავიწყე მოვხდი მაგ. საერთოდ არ ვიცოდი თუ ქედის რაიონში მოდიოდა მწვანე დიდი ავტობუსი, საერთოდ არ ვიცოდი თუ იქ კონტროლიორი უნდა ყოფილიყო და მათი დარეკვით ჩემთან ხელმძღვანელი ვინც ყავდა აქამდე იმის დარეკვით და თანამშრომლებით თვითონ თქვენს რომ მაგ სფეროში თიკო იმუშავებს კარგად. აი სოციალური ადამიანი ხარ, ხო, რომ შემოთავაზეს თავიდან არც ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. თავისთავად ავტობუსი რომ მოვიდა, იმ დღესვე დავიწყე მე. იმ ავტობუსის მოსვლის პირველი რეისი ჩემი გაკეთებულია, მე გავაკეთე. მე ხუმრებიან ალბათ ცოტა ხანში მძღოლათაც დაგინახავ და მაგასაც ვისწავლი აუცილებლად. არც გაგვიგვირდება. ხო და ავტობუსი, მიყვარს ყველა მგზავრი, მართლა, იმიტომ რომ დილით როცა მოვდივართ, თითქმის ერთ და იგივე ხარხი როცა არის, ყველას იცნობ. ჯერ ყველას ხო იცნობდი, ვისაც არ ვიცნობდი, ვინც გავიცანი. ქობულეთელი ექიმი დაყვება მაგალითად ყოველდღე წეღან გიყვებოდი, რომელთანაც ავტობუსის გახსნის დღიდან გადის დაყვება ქობულეთიდან ჩამოდის შეიძლება ბათუმში, ბათუმიდან მოდის ქედაში, ხვიჩიას კლინიკაში, რომ ექიმია. და იმ გოგოსთან მეგობრობ უკვე, თან ძალიან კარგად და ხალხთან კომუნიკაცია, ხალხთან საუბარი როცა გეხერხება და ხალხთან დიალოგი ანუ არ არის რთული სამუშაო. კი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ დილით ვდგები, მივდივარ, გადავჯდები, გამოვყვები, საღამოსაც ანალოგიურს ვაკეთებ, მივდივარ ბათუმამდე, იქიდან მოვდივარ ისევ სახლში. ცოტა რთული არის შეიძლება, მაგრამ თუ შენი საქმე გიყვარს და არ გეზარება, არ არის რთული. ხო, თან პასუხისმგებლობით როცა იკიდები შენ ხო, რა თქმა უნდა. გამომუშავებული გაქვს ეს. საპასუხისმგებლო არის ნამდვილად იქ საკასოები გაქვს, ტერმინალი გაქვს, თანხასთან გაქვს შეხება, არ უნდა შეგეშალოს ის ყველაფერზე დაფიქრება შეიძლება დაღლილი გადაკანცული შეიძლება მიდიოდე, მაგრამ მაინც იმას უნდა მოერგო ისე როგორც საჭიროა. რა იმ სახალისო ამბავი ხომ არ გახსენებდი? რომ მოგვიყვეთ შეიძლება. უამრავი სახალისო ამბავი გქონდა. სახელგვარებს არ ვასახელებ, უბრალოდ ამბები მოგვიყვეთ. რამოდენიმე კვირის წინ ჩემს ერთ-ერთ მძღოლს მოვაყოლინე თავისი ქორწილის ამბავი. მაინტერესებდა უბრალოდ და ხალხი ყავდა ავტობუსში. და ისე ავტობუსში რომ ავდივარ, რეაქციები აქვს უკვე. აუ რა კაია ვიცინებთ შენ რომ ხარ. მოკლედ, მკითხე რომ ეს ქორწილი მოგვიყევი შენი რამდენკაციანი ქონდა რაღაცა და მე ისეთი გემრიელი გამოხმაურება მოყვა ხალხისგან. ვიღაცა კაცი მეძახის უკვე და შენ გეიხარე ჩემი ქორწილი გამახსენდა და ვიღაცა ყვებას ადიყო თაფლობისთვის და უკვე ჩასვამდე ბევრი ვიცინე. და ჩასვლის დროს ერთ-ერთი ბაბუა მომართავს ამფერი დისპეჩერისადმი არ ვინახია გენაცვალე გულში. ეს იყო ჩემთვის ძალიან სახალისო. იმდენი ვიცინეთ მე რა მთელი ავტობუსი იცინო და ხოჭა. ხო, ერთი მგზავრი ვერთ გზას. კი, ერთი მგზავრი მეუბნება დამავიწყდა, აქ უნდა ჩავსულიყავი გაჩერდით და მოკლედ ვიცინოდით თელი გზა. იმედია ჩვენს რადიო მსმენელებს არ იფიქრონ რომ დაგვავიწყდა სამბარში გავერთეთ, მაგრამ მართლა სასაცილო ამბები იქნებოდა მჯერა. კი. ხო, ერთია ეს სასაცილო ამბები და მეორე არის როგორ რეაგირებენ, რომ ასე ქალს გხედავენ დისპეჩერად. კონტროლიორი კი ქვია მაგრამ სტატუსს როგორ რასაც ასრულებ მაგრამ კი ხომ არ უკვირთ თუ პირიქით უკვირთ გაკვირვებით თავიდან უკვირდათ კი უკვირდათ როგორ არ უკვირდათ მაგრამ ვინც ვიცნობდა იმას არ უკვირდა იმდენად ვინც არ ვიცნობდა საერთოდ თავიდან ვერ ხდებოდნენ რას წარმოადგენდი ავტობუსში სოფლის ავტობუსს რა თქონდა კონდუქტორი ესეც კი უთქვიათ ხო მაგრამ მე იმდენად კარგად მოერგო ხალხი ამ ყველაფერს და ისე კარგად მიხვდნენ ანუ რასთან იყო საქმე და ესე იგი ეს ისე იყო საჭირო და ყველაფერი რომ ანუ უკვირთ კი არა შეიძლება რომ არ დახვდე იკითხოს 5-10 წუთი შეგაგვიან და სადარიან გოგოები მე ხო მყავს ახლა შემცლელიც სადარიან გოგოები და რაღაცა ესე მოგვიკითხა ანუ თავიდან გასაკვირი იყო კი
ხო, მაგრამ ნელ-ნელა საზოგადოებაც ეჩვევა, ყველაფერს ეჩვევა. ქალების ადგილი არის ყველგან. ყველგან. ავტობუსში, ესთეტიკის ცენტრში, ნებისმიერ სფეროში ქალის ადგილი არის. აი ეს ჩემი გადაცემები ზუსტად მაგისკენ არის მიმართული, რომ საზოგადოებამ ნელ-ნელა გაითავისოს ის, რომ ქალის საქმე მარტო სამზარეულოში არ არის, მარტო ბავშვების აღზრდა არ არის. ჯერ არა, კედი საზოგადოებას ეს არ შეეშლება, მაგრამ მე მაგისკენ მივიწევ სულ, რომ ქალს ნებისმიერი რამის კეთება შეუძლია. ნებისმიერი. არ უნდა იყოს არავიზე დამოკიდებული. არ უნდა ფიქრობდეს იმას, რომ ეს ხალხი რა სიტყვის, რომ ასე გავაკეთო, არა, ხალხი რაც უნდა მაინც იმას სიტყვის, შენ გააკეთე შენი გასაკეთებელი და შენ რაც გინდა ის უნდა გააკეთო. თავარი შენ თავი საკუთარ თავთან ეს შვილების გამო, ოჯახის გამო, ყველაფერზე დედა ყველაფერზე წავა, ხალი თუ შეგიძლია გაკეთება, ყველაფერი უნდა გააკეთო. შეშის მორებიც დამიხევია, დროშბა ჩამირთია და ნებისმიერ რამე შეიძლება ქალმა რომ გააკეთოს ახლა. ანუ არ მეგულება რა საქმე რაც შეიძლება რომ შეიძლება ცოტა გაგიჭirdეს, ერთი გაგიჭirdეს, ორი გაგიჭirdეს, მაგრამ მესამედ მეოთხედ გამოგივიდეს. ხო, ბევრი საქმის და რთული საქმეც გაადვილდების, რა თქმა უნდა. ხო, ეხლა რა ვიცი, ძალიან კარგად გამოგვივიდა ჩვენი საუბრები, მაგრამ აი რომ გადახედო, არიან მაინც ქალები, რომლებსაც არ უნდათ, ან შეიძლება ვერ ახერხებენ საზოგადოებაში გამოსვლას, რაღაცების ერიდებათ, ან არ ვიცი, რაღაც არსებობს მიზეზები, რის გამოც ეს ქალები არ არიან საზოგადოებაში ინტეგრირებული და თვით გამოხატვა უჭირთ. ბევრი ქალი მინახავს, უნიჭიერესები, მაგრამ ოჯახებში ჩამალულები. კი, რას ეთქვი ასეთ ქალებს? შეიძლება შენი ერთი სიტყვა რაღაც ჩემი პირველი დაწყება ჩვენ საუბარ დავიწყეთ იყო ზუსტად ეგ სიტყვა რომ თვით შეფასება აიმაღლონ. თვით შეფასება როცა მაღალი ექნება ცარკეში ჩახედონ საკუთარ თავებს და უთხრას შენ ყველაფერს შეძლებ. ნებისმიერ რამე შეძლებ. აი იმდენად განვითარებულია თუნდაც ჩემ ქედაში. ქედელ ქალებს რომ უთხრა მხოლოდ და ჩემს ქედაში იმდენად განვითარებული ქედაა უკვე და იმდენად ყველანაირი სფეროა, ნებისმიერ სფეროს ქალი მოერგება. იმდენი სამუშაოებია, ადგილებია, სადაც ნებისმიერ ადგილას შეგიძლია სასწავლებლებია რამდენი. ანუ ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება და არ შეიძლება არც ერთმა ქალმა იჯდეს სახლში, იმიტომ რომ მაგალითად შორს ცხოვრობს. ის შორი 2-3 კილომეტრით შეიძლება ფეხით ჩამოხვიდე და დაჯდე მე მარშრუტკაზე და მოხვიდე რაიონამდე. ანუ რაიონში იყოს შეიძლება ეს არავინ ვისაც ყავს სახლში დამხმარე თუ პატარა შვილები ყავთ და ვერ გამოდიან მაგენზე ვერ ვიტყვი ვერაფერს ნამდვილად რომ წამოიზრდებიან და შეიძლება მე გააკეთონ მაგრამ ვისაც სახლში ყავს დამხმარე და ვისაც შეუძლია რომ ეს პატარა ბავშვი დატოვოს და ანუ გათხოვილ ქალებს უსვამ ახლა ხას და გასათხოვი გოგოებს კიდე სადაც უნდა იქ დადიან მაინც და როგორც უნდათ ისე ანუ გათხოვილიანთ მოსწავლეებს ასე შემდეგ მაინც ანუ გათხოვილ ქალებზე მაქვს მესაუბარი რომლებსაც ბავშვების დამტოვები ყავთ და შეუძლიათ რომ რაღაცა ფინანსური პრობლემა არ შეიძლება იყოს არის ქედაში ბევრი სასწავლებელი რომელიც უფასოა რა თქმა უნდა ბევრი არის სამსახური რომელსაც დიპლომი არ ჭირდება ქედაში ამიტომ არ უნდა დაჭდეს სახლში. რაღაცა ხელობა უნდა ისწავლო, რაღაცას უნდა მიაღწიო, იმიტომ რომ შენი კონდეს. შენი რო გექნება, შენი თვით შეფასებაც მაღალია. ანუ შენი უნდა იყო, მე ვარ თიკო, всё, მე ვარ. ხო, აი ხელობა რომ ახსნე ჩვენი ორგანიზაციაც მაგ მიმართულებით, აი განსაკუთრებით ქალებისთვის არის მიმართული, რომ ქსოვა, სათამაშოს გაკეთება, ყველაფერი ისწავლება, რაღაცა სწავლოს. და გქონია შემთხვევა ოქტომბრის თემში დადიოდა ქალი ჩვენთან ისწავლა ეს სათამაშოების გაკეთება და მათ გზაზე რომ ეხლა ტურისტები დადიან ეზოში გამოტანილი აქვს მისი ნივთები და ყიდის ერთმანეთ შემოსავლის წყარო ზუსტად მაგას ვიძახი მეც რომ იმან თუ მოახერხა სხვა ქალი ნებისმიერი ქალი მოახერხებს ნებისმიერი მორიდებული მორცხვი ერთს გახვალ ორს გახვალ ერთი შეხრწება ერთი მოგერიდება მაგრამ მე აღარ მოგიხსნები იხსნები კი ნამდვილად ეხლა რა მაინტერესებს თუ გაქვს რაღაც ისეთი ოცნება რაც გინდა რომ აღიხდეს შეიძლება რაც ისეთ პრივატულ საკითხებს ვეხები მაგრამ არა არის ოცნება ყველას აქვს ხო ოცნებები ყველას აქვს რომლის თქმა შეგიძლია ხმამა
რავი, ჩემი ესთეტიკის ცენტრი იმდენად გაფართოვდეს, რომ იქ ფსიქოლოგები, ლოგოპედები და ბევრი რაღაცა სხვადასხვა რაღაცები რომ მქონდეს. წანა მაგაზე ვამბობდით, რომ ისე საუბრობდი. ძალიან ეს არის ჩემი ოცნება. ანუ ნახე, მე ეს დიდი წლების ოცნება არ მქონია, კი გითხარი, წეგა 5 წლის წინ დავიწყე ვისწავლე მასაჟისტი გავხდი და მე მოვიდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ზუსტად ამ გახსნისგან არის ჩემი პირველი ოცნება, რომ უფრო გავფართოვდე. მყავს ერთი მომხმარებელი, რომელიც არის აბიტურიენტი და რომელსაც უნდა ანუ არ ვიცი, ალბათ მოგვისმენს, არის ლოლა ჯაბნიძე, რომელიც არის ყველაზე საყვარელი გოგო არის რაიონში ალბათ. სულ რაღაცა გვერდში უდგავარ, სულ რაღაცეებს მორიდებული, მორცხვი რაღაცნაირი გოგოა და სულ რაღაცებს რჩევებს ვაძლევ ყოველთვის და ანუ წელს აბიტურიენტია და უნდა ჩააბაროს ფსიქოლოგიაზე. უნდა რომ გამოვიდეს ბავშვთა ფსიქოლოგი და მას მე პირობა მივეცი, რომ მე აუცილებლად გავფართოვდები, აუცილებლად მექნება დიდი ესთეტიკის ცენტრი და შენ ჩემი ფსიქოლოგი იქნები ჩემთან. მეთქი და გუში მყავდა და კიდე შემახსენა. ჟუადება დამიარა, ხო, ანუ იმდენად თბილი ბავშვია ეს ჩემს მიმართ და მეც იმდენად კარგი დამოკიდებულება მაქვს მასთან, რომ მე უთხარი შევპირდი, პირობა მივეცი, რომ მე აუცილებლად მექნება დიდი ესთეტიკის ცენტრი და მან ჩემი ფსიქოლოგი იქნება ჩემს კლინიკაში. ჯერა რომ ეს ყველაფერი ახდება, აუცილებლად. მოყვარული ადამიანი ხარ, პასუხისმგებლობით გამსჭვალული, საზოგადოებას ისე უყვარ ხარ და ღმერთს უყვარ ხარ. კი, ღმერთს უყვარვარ ნამდვილად, ღმერთს რომ უყვარვარ, როგორც შენ გინდა. ღმერთს რომ უყვარვარ, იმიტომ უყვარვარ ამდენ ხალხს და კიდე მე არავინ არ მძულს არასდროს. სიძულველი არასდროს არ მაქვს გულში და ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველას ვუყვარვარ, ყველა მიყვარს. ანუ შენ თუ არ გძულს, არც სხვას არ ძულ ხარ, ასე გგონია. ეს უკვე შენი ისა შეხედულება ამ ცხოვრებისეული. თუ არ გძულს არავინ და თუ ზიზღი არ გაქვს გულში, შენც ყველას უყვარ ხარ და ისე როგორც შენ გიყვარს ყველა. და შენ ცხოვრების სავალი გზებით რატომაც სუფთა რა. ხო, საკუთარ თავთან და სუფთა ხარ შვიდად. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი. აი ხარ რომ გულახდილი ვიყო ჩვენს რადიო მსმენელებთან ერთგვარად ფსიქოლოგიური თერაპია გამომივიდა და შენთან საუბრით. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ ქედაში ხარ ასეთი, როგორიც ხარ. გაქვს ისეთი მომსახურების ცენტრი, რომელიც ქალებზე არის ორიენტირებული და მნიშვნელოვან როლს თამაშობ. არა მარტო იმით, რომ ემსახურები და რაღაც სერვისებს თავაზობ, არამედ აი ეს შენი საუბრები, შენი დამოკიდებულებები ღირებულია და მოტივაცია ისეთი, რომელიც შეიძლება მომსახურება არ ქონდეს აქ, არ იკეთებდეს არაფერს, მაგრამ ისე შემოქმედება უყვარდეს ჩემთან. გესაუბროს რაღაცაზე, აი ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ გენდობიან ადამიანები და უყვარხარ. უღრმესი მადლობა. წარმატებებს გისურვებ ოჯახშიც, კარიერაშიც, ყველგან საერთოდ სადაც ხარ. მადლობა ძალიან. დავემშვიდობები ჩვენს რადიო მსმენელებს. იმედი მაქვს, რომ საინტერესო იყოს ახალისოც, რა ვიცი, იმედის მომცემით ქალებისთვის და მჯერა რომ თიკო იქნება მოტივატორი იმ ქალებისთვის, რომლებიც ახლა გვისმენ. მადლობა, დაგემშვიდობებით, აბა კარგად.